ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სექტორი ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურად მზარდ მიმართულებად რჩება და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ დროისთვის 2025 წლის სრული მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა გასული წლის 9 თვეში ოფიციალური სტატისტიკით სექტორის საგარეო შემოსავალმა $791 მილიონ მიაღწია, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. როგორია წელს სექტორის მოლოდინი, რა შედეგები და გამოწვევებია IT ბინადრობის ნებართვის შემოღებიდან, სტუმართან ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან თორნიკე სულაბერიზესთან ერთად ვისაუბრებთ. თორნიკე, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ერთგვარ ტრადიციად იქცა თქვენი სტუმრობა ჩვენთან ეთერში, როდესაც IT სექტორში საინტერესო სიახლეები და ძვრებია. მოდით დავიწყოთ შედეგების მიზეზებზე საუბარი, გამოვყოთ ფაქტორები. ყველას კარგად გვახსოვს 2022-23 წელი, როდესაც იყო ერთგვარი ბუმი IT სექტორში ჩვენს ქვეყანაში, რაც მიგრაციის ეფექტით აიხსნებოდა, შემდეგ 24-ში მცირე შემცირება იყო და 2025-დან უკვე სახეზე გვაქვს სტაბილურად მზარდი მაჩვენებლები. რითი აიხსნება ეს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისათვის და იმ გაშუქებისათვის, რომელსაც თქვენ აქტიურად ახორციელებთ ჩვენ სექტორის თაობაზე. დიახ, როგორც აღნიშნეთ, 2025 წლის 9 თვის მონაცემებით უკვე შეიძლება ითქვას, რომ ზრდა მართლაც შთამბეჭდავი არის და იმედი მაქვს და პროგნოზირებთ, რომ წლის ბოლომდე იქნება ერთგვარი რეკორდული მაჩვენებელი 2025 წელში. ამას რამოდენიმე ფაქტორი განაპირობებს და როგორც აღნიშნეთ, 2022 წელს 23 წელს იყო პიკი და ბუმი ჩვენ სექტორში და ეს განპირობებული იყო, როგორც მოგეხსენებათ, ომით და იმიგრაციული ეფექტით. ეს ეფექტი ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, მიილია და 24-ში იყო მაჩვენებელი მაღალი იყო, უბრალოდ იგივე ზრდა არ დაფიქსირდა და 25-ში უკვე შეინიშნება დასტაბილურება და უკვე ის სექტორის რეალური პოტენციალი, რომელსაც ქვეყანას გააჩნია და ის ზრდა, რაც 25-ში დაფიქსირდა, რამოდენიმე ფაქტორისგან შედგება. პირველი მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სექტორი მთლიანად დამოკიდებული არის არა ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. საერთაშორისო ბაზარზე მოგეხსენებათ, რომ ის ტექნოლოგიური ინოვაციები, რომელიც ინერგება ხელოვნური ინტელექტის კუთხით, განპირობებს მოთხოვნის ზრდას და უფრო მეტი და მეტი კომპანია, ასე ვთქვათ, ნერგავს ხელოვნური ინტელექტით ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას შიგნით, რაც თავისთავად აისახება ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც არიან ექსპორტზე, ტექნოლოგიური ექსპორტზე ორიენტირებული. მეორე, ასევე მინდა აღნიშნო, რომ ეს სექტორი საკმაოდ პოპულარული გახდა საქართველოში და ახალგაზრდებმა დაინახეს, რომ შესაძლებელი არის, რომ ისწავლო კომპიუტერული მეცნიერების კუთხით და კონდეს მაღალი ანაზღაურებადი ხელფასი და არ მოგიწევს თქვა ქვეყნიდან წასვლა ან ემიგრაციაში წასვლა. სწორედ ამიტომ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ჩაერთო ამ სექტორში და ისინი განაპირობებენ ამ ექსპორტის ზრდას და მესამე არის ის, ასე ვთქვათ, რეგულაციული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენ ქვეყანამ ამ წლების განმავლობაში შეიმუშავა იმისათვის, რომ წავახალისოთ ექსპორტი, მოვიზიდოთ უფრო მეტი ინვესტიცია, მოვიზიდოთ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია და ამითი გაიზარდოს მთლიანობაში ჩვენი სექტორი. კი ბატონო, ანუ მუდმივ პროგრესთან გვაქვს საქმე. თორნიკე, ახსენეთ, რომ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე IT პროდუქტებზე, საქართველოში შექმნილ IT პროდუქტებზე არის მოთხოვნა მზარდი. საინტერესოა დივერსიფიცირება როგორია ბაზრების საერთაშორისო მასშტაბით და ასევე რა ტიპის სერვისებზე არის განსაკუთრებული აქცენტი. ძირითადად ის კომპანიები, რომელიც საქართველოში ოპერირებენ, მათი მთავარი ბაზარი არის ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, როგორიცაა ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ასევე არის გარკვეული პროგრესი და ზრდა აღმოსავლეთ, ასე ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, საუდის არაბეთი მოგეხსენებათ, გაიხსნა მისი ბაზარი და საკმაოდ დიდი არის ტრანსფორმაცია. ამ მიმართულებით მზარდი არის მოთხოვნა, რაც შეეხება თვითონ, თქვათ, რა სახის მომსახურებას ვეწევით. აქ გავყოფდი ორად, რაც ყველაზე დიდი წილი, რაც არის, თქვათ,
ზოგადად ჩვენ სექტორში დღეს მდგომარეობით ეს არის სერვისის ექსპორტი, ანუ რეალურად არა პროდუქტის ტექნოლოგიური პროდუქცია, არამედ სერვისი, ეგრეთ წოდებული აუთსორსინგი, რასაც ეძახით ჩვენ ენაზე. დიდი წილი ამას მიაქვს, თუმცა ასევე არსებობენ კომპანიები, რომლებიც უკვე პროდუქტის ექსპორტს აწარმოებენ და თუ სამომავლო, ანუ გრძელვადიან ჭრილში შევხედავთ, ეს უნდა დაბალანსდეს და პროდუქტის ექსპორტი რაც უფრო გაიზრდება და ის ინტელექტუალური საკუთრება რაც უფრო დარჩება ქვეყანაში, მით უფრო, ასე ვთქვათ, უფრო დიდ ღირებულებას მოუტანს ეკონომიკას და ზოგადად ქვეყანას. და რა ნიშნები თუ არის ამის, რაც ახლა თქვენ ახსენეთ, რაც უფრო მომგებიანი მდგომარეობა? კი, ზოგადად ამ მთლიანობაში ჩამურა დროულად ტექნოლოგიური ეკოსისტემა აქ არის რამოდენიმე მონაწილე, ერთ-ერთი არის ეს კომპანიები, საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც შემოვიდნენ, არიან ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც როგორც მომსახურების ექსპორტს აკეთებენ, ასევე პროდუქტს ქმნიან და არის სტარტაპ ეკოსისტემა, რომელიც ერთიან მთლიანობაში არის, ხო? იმისათვის, რომ კიდე შემდეგი ნაბიჯი გადაიდგას ტექნოლოგიურ სექტორში და კიდევ უფრო გაძლიერდეს, საჭიროა რომ სტარტაპ ეკოსისტემა მოძლიერდეს და მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებითაც საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება შეიმუშავდა, შემოვიდა ეგრეთ წოდებული სტარტაპის სტატუსი, რომელიც ანთავისუფლებს საგადასახადო შეღავათებს უწესებს სტარტაპებს. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად შეიძლება ჩავთვალოთ ქვეყნისთვის. კი, ეს ქვეყნისთვის და ეს რომ სტარტაპს აი ეგრეთ წოდებული პირველი იუნიკორნი არის მთავარი, ხო? აი ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე ტექნოლოგიებში, რომ აი პატარა ქვეყნება რა წარმატებას მიაღწიეს, ხო? აი როგორცა ესტონეთი მაგალითად, ხო? ანუ რა იყო მათი წარმატების ფორმულა, ხო? ეს იყო ამ ეკოსისტემას ქმნიდნენ და შემდგომ Skype-ი შექმნეს და ეს იუნიკორნი იყო და საერთაშორისო მასშტაბით სახელი გაითქვეს. აი სწორედ მსგავსი მიმართულებით მიდის საქართველოს და ესეთი წარმატებული კომპანია პროდუქტი გვჭირდება, რომელიც ერთგვარი იუნიკორნი იქნება, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მოუტანს, ასე ვთქვათ, სახელს და ის რომ ქვეყნისთვის ეს პრიორიტეტი არის, ეს უფრო უნდა წარმოჩინდეს, სახელმწიფო უფრო უნდა გააქტიუროს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როგორც ტექნოლოგიურ ჰაბად პოზიციონირება და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მარკეტინგული კამპანიები უნდა დაიწყოს. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ აი მსგავსად ტურიზმის, მსგავსად ღვინის, იგივე კამპანია უნდა დაიწყოს, რომ საქართველოს არის ტექნოლოგიური ჰაბი. ცნობადობის ზრდა ამ მიმართულებით არის წარმატების ერთ-ერთი ფორმულა თქვენს სექტორში. IT ბინადრობის საკითხს მინდა შევეხოთ აუცილებლად, თქვენ ძალიან ფართოდ გაშალეთ ეს თემა ჩვენს ეთერში გასულ სეზონზე. რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები და ის რეგულაცია, რასაც გულისხმობს, ვთქვათ, რამდენად პრაქტიკაში გამართლებული გამოდგა? დიახ, ეს რეფორმაც ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ამ ჯაჭვში ერთ-ერთი ნაწილი არის. ამითი ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ მოვაწესრიგეთ საკანონმდებლო დონეზე იმიგრანტების ლეგალური სტატუსი საქართველოში. თავდაპირველად ამან ის მოლოდინები ვერ გაამართლა, იმიტომ რომ იყო რაღაც გარკვეული ბიუროკრატიული შეზღუდვები, რომელიც აფერხებდა და ეს განპირობებულია ყველა ახალ რეფორმაზე, ხო? იმიტომ რომ ახალია და ორივე მხარისთვის ჯერ უცნობი იყო, თუმცა რაც უფრო დრო გადის, პოზიტიური ტრენდები შეინიშნება, უფრო მეტი და მეტი ადამიანი იღებს ამ IT ბინადრობას და იმედი მაქვს, რომ წელს ეს მაჩვენებელი კიდე გაიზრდება და ეს ორი მომენტი არის აქ, ხო? ერთი არის ის, რომ უკვე არსებული მიგრანტები, ვინც საქართველოში არიან, მათი სტატუსი დარეგულირდეს და ასევე უკვე ახალი ადამიანები, ვინც საქართველოს შემოვლენ, მათთვის იყოს ეს ერთგვარი, ასე ვთქვათ, ჩარჩო, რომელთაც ისარგებლებენ და მათ ექნებათ ის გარანტია და უსაფრთხოების შეგრძნება, რომ აი თუ ამ ქვეყანაში გადმოვიდ და აქედან ვიმუშავებ და მივაწვდი ამ, თქვათ, სერვისებს 3 წლიანი მინიმუმ IT ბინადრობის უფლების მიღების შესაძლებლობა ექნება. კი ბატონო, ეს სანდოობის და გარანტიის მაჩვენებელია, რა თქმა უნდა. ადგილობრივად კვალიფიციურ კადრებზე მინდა გკითხოთ აუცილებლად, დეფიციტი, ეს არის თემა, რომელიც
ერთ-ერთ გამოწვევად რჩება სექტორისთვის. ასევე თქვენ ახსენეთ, რომ ახალგაზრდები მით უფრო ინტერესდებიან ამ სექტორით. კვალიფიკაცია ადგილობრივი კადრების გარდა დეფიციტისა, ვთქვათ, რამდენად არის გაზრდილი? საკმაოდ გაზრდილი არის და ციფრები შთამბეჭდავი არის. თუ ავიღებთ 2018 წლის კვლევას, 1500-მდე ადამიანი სწავლობდა კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით საქართველოში. მაშინ, როდესაც ანალოგიურ წელს სომხეთში იგივე 10-ჯერ უფრო დიდი იყო მაჩვენებელი. დღევანდელი კვლევით ახალხანს გამოქვეყნდა გალთენთა გააკეთა ეს კვლევა 12000-მდე ადამიანი სწავლობს ამ მიმართულებით უკვე მხოლოდ უნივერსიტეტებში არ ვსაუბრობ თქვათ გადამზადებებზე და კოლეჯებზე პროფესიულ კოლეჯებზე რომელიც არის ეს იმის მანიშნებელია რომ უფრო მეტი და მეტი ადგილობრივი ტალანტი ახალგაზრდა ერთვება სამუშაო ბაზარზე და ეს ზრდის ჩვენ ზოგადად პოტენციალს როგორც სექტორი იმიტომ რომ თავარი რაზეც ეს სექტორი დგას ეს არა რაღაცა ნედლეული ასე შემდეგ ეს არის ადამიანური რესურსი რაც უფრო მეტი იქნება ის ადამიანური რესურსი რომელიც არის კვალიფიციური მით უფრო მეტი კომპანია შემოვა საქართველოში და მით უფრო გაიზრდება ჩვენი სექტორი ადამიანური რესურსის შემდეგ უკვე საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება მოვისმინოთ ხელოვნური ინტელექტის ძალიან სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე რამდენად სulis ეს სურათს მიმართულებებში, მიგნებებში და გეგმებში ზოგადად. დიახ, ეს ერთგვარი შესაძლებლობაც არის და ასევე გამოწვევაც. სწორედ შესაძლებლობა არის უკვე შემდგარი პროფესიონალებისათვის, უკვე არსებული მუშახელისთვის, იმიტომ რომ მათ აქვს შესაძლებლობა თუ აქამდე დაუშვათ ერთი ადამიანი ერთ პროექტზე მუშაობდა და დრო არ რჩებოდა სხვადასხვა პროექტზე, შესაძლებელია რომ ამ ხელოვნური ინტელექტის მექანიზმებით უკვე მათი რესურსი გაზარდოს, მოემსახუროს უფრო მეტ პროექტს. აქედან გამომდინარე, ეს არის შესაძლებლობა და დაჩქარება არის პროექტების მართვის, განხორციელების და ასე შემდეგ. თუმცა ასევე გამოწვევა არის ახალი, ანუ ასე ვთქვათ, ახალი ადამიანებს, რომელიც ეხლა შედიან და ეგრეთ წოდებული ჯუნიორის ასე ვთქვათ სტატუსი აქვთ. მათ უნდა მოახდინონ მათი უნარჩვევების გადაკვალიფიცირება, უნდა დაეუფლონ ხელოვნური ინტელექტის მექანიზმებს იმისათვის, რომ იყვნენ მოთხოვნადი ბაზარზე და რაც იყო თქვა 5 და 3 წლის წინ რელევანტური და რა მიმართულებითაც სწავლობდნენ, ეს ადამიანი ის უკვე დღეს აღარ არის რელევანტური, სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს სწრაფად ამის გაცნობიერება და უკვე თავიანთი რესურსების სხვა მიმართულებით, ასე ვთქვათ, მიმართვა. და ამ თვალსაზრისით ასევე მიმოვიხილოთ თემა საავტორო უფლებებთან მიმართებაში, რაც გლობალურად არის სერიოზული დავის საგანი. ამ ნაწილში თქვათ რა გამოწვევებია? ზოგადად საავტორო უფლებებზე მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნე აქამდე, ხო, ანუ არის დღეს სამწუხაროდ ჩვენი სექტორი დამოკიდებულია ეს თქვათ აუთსორსზე, ანუ ექსპორტის მომსახურება ხდება და ის რაც იქნება საქართველოში არ რჩება საავტორო უფლებები და არ არის ჩვენ ქვეყანაში ეს არ რჩება და ყველაფერი თქვათ გააჩნია კლიენტი სადაა შეება ამერიკაში მიდის შეება გერმანიაში და შემდეგ ამიტომ ნელ-ნელა საჭიროა რომ კომპანიებმა დაიწყონ თავიანთი პროდუქტის შექმნა თავიანთი საავტორო უფლებების ასე ვთქვათ დარეგისტრირება როგორც იქნება საქართველოში არსებულ სოფლიო ბაზარზე და ეს კიდევ უფრო მეტ ღირებულებას შესცენს საქართველოს ტექნოლოგიურ სექტორს. კი ბატონო და თორნიკე 2025 წელს რეკორდულ წელს ელით უკვე საბოლოო მონაცემი 12 თვის როდესაც იქნება ცნობილი 2026-ისთვის რა მოლოდინები გაქვთ? დიახ, მოლოდინები ჩემი აზრით უკვე დასტაბილურდება. მოგესალმებათ რომ ეს სექტორი არის მშპ-ში უკავია მეოთხე ადგილი უკვე სულ რაღაც 5 წელიწადში შეძლეს. არის ყველაზე მზარდი სექტორი და მე იმედი მაქვს რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. შეიძლება რაღაც ის დინამიკა ესე რომ 40%-ით წლიან წლამდე არ გაიზარდოს, უბრალოდ მზარდი დინამიკა იქნება და მზარდი ტენდენცია. გამომდინარე იქიდან რომ ეს კიდევ ერთხელ ვუჩვენებ ჩვენი სექტორი არ არის დამოკიდებული ადგილობრივ ბაზარზე. და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა იმდენად მზარდი არის და იმდენად დიდი არის, რომ
მთლიანად რო ჩვენი პოტენციალი ამოვწუროთ, მაინც ვერ დამოყოფილებთ ამას. ამიტომ მოლოდინები პოზიტიური არის, ასევე მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაქტიურდებით, როგორც აღნიშნე, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ტექნოლოგიურ ხაბად პოპულარიზაციის კუთხით, იმიტომ რომ ეს პირველ რიგში მოიძლევს უფრო მეტ ინვესტიციას და დაეხმარება ექსპორტის ზრდას. კი ბატონო და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი აისახება დაგენერირებულ შედეგებში, რასაც მიმოვიხილავთ ხოლმე ჩვენს ეთერში ძალიან დიდი სიამაყით.